არასამთავრობო ორგანიზაციები ვაპირებთ, რომ მივმართოთ პრეზიდენტს, რათა შეიცვალოს არჩევნების თარიღი. ფორმალურ სამართლებრივ თვალსაზრისით შესაძლებელია არჩევნები გაიმართოს ხუთშაბათს. მაგრამ აქ საკითხი დგას ასე. რა თარიღია უკეთესი იმისთვის, რომ ამ მომრჩეველთა მაქსიმალურ რაოდენობას შეეძლოს არჩევნებზე მისვლა. ჩვენ გვახსოვს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და ის, რომ ჩვენი მოქალაქეები საზღვარგარეთ ცხოვრებნი ითხოვდნენ კატეგორიულად არჩევნების დანიშვნას შაბათს ან კვირას, რადგან გასაგებია, რომ საქართველოს შეიძლება ხუთშაბათი თუ კვირის შუა დღეები გამოცხადდეს უქმე დღეთ, მაგრამ ეს არ მოხდება ჩვენი არჩევნების გამო საზღვარგარეთ. ამასთან ვერ დავეთანხმები იმაზეც, რომ ეხლა რადგან უკვე პრეზიდენტის განკარგულება გამოქვეყნდა, შეუძლებელია სამართლებრივად ამ თარიღის შეცვლა. ეს ასე არ არის. პრეზიდენტს შეუძლია შეცვალოს არჩევნების თარიღი, ისევე როგორც უკვე ეს გააკეთა. ჩვენ მიმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, რომ მან გადახედოს არჩევნების დღეს, იმ დღეს, რომელიც მან დანიშნა, ეს არის ხუთშაბათი დღე, რაც ფაქტობრივად მას კანონის შესაბამისად შეეძლო, რომ დაენიშნა, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ ახლა მიზანშეწონილობაზე, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხუთშაბათი დღის დანიშვნით ეს ყველაფერი უზრუნველყოფილი არ იქნება, შესაბამისად, კარგი იქნება თუ კი პრეზიდენტი გადახედავს ამ თარიღს. წლის არჩევნები უნდა დაინიშნოს ზუსტადაც შაბათ-კვირას და მოუწევს პრეზიდენტს ამ არჩევნების დანიშვნა ხელახლა შაბათ-კვირას. დასრულება საკუთარი ვადის კიდევ ერთი დარღვევის დემონსტრირებით და იგნორირებით საქართველოს მოსახლეობის აზრისა, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ძალიან ცუდია მისთვის პირადად.